დიახ, ირაკლი კობახიძე არ აღიარებს, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წილი პასუხისმგებლობა აქვს ქართულ ოცნებასაც და ამ თემაზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით ისრები გადააქვს ოპონენტების წინააღმდეგ, ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც იყვნენ ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და ის პირდაპირ აგენტებად მოიხსენიებს ადამიანებს, ამბობს, რომ ზოგი არის მიმალვაში და სწორედ ამ ადამიანებმა გაწირეს ის აქტივისტები დაკავებისთვის, დაჭერებისთვის, თუმცა აქვე ირაკლი კობახიძე არ საუბრობს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს თავად მმართველ პარტიას ქართულ ოცნებას და ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს. ნახოთ რა პასუხები გაგვცა ირაკლი კობახიძე. ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არა მხოლოდ, ლიდერებიც გაწირეს ციხისთვის და თვითონ ზოგი არის მიმალული, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეები იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა. ეს არის რადიკალი ოპოზიციონერების სახე. ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად მორალი არ აქვთ. ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, ეს არის გარე დავალდებები და გარე პატრონის განახვა. მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის შემდგომ ქუჩებში კვლავ გაგრძელდა საპროტესტო აქციები, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საპროტესტო მუხტი აღარ არსებობს. გარდა ამისა, მან დაანონსა ისევ დაკავებების სერიები, რადგან ამბობს, რომ მათ აქვთ საკმაოდ ბევრი რესურსი ადამიანების იდენტიფიცირებისთვის, ამიტომ შესაძლოა დაკავებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს. ეს არის ის მუქარა, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაანონსა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ გაიზრდება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც. ყველას ვაფრთხილებდით, რომ ქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე ქონდა მანამდე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისმგებლობაში. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მარტივად გაატაროს სახელმწიფომ, როდესაც ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე. რა თქმა უნდა, იქ რეაგირება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში დავაწყოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას რა თქმა უნდა ბოლომდე მივიყვანთ. დაახლოებით 5-7 ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იქ იყო მისული, რაც არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ რაღაც ნაგვარჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი. სინამდვილეში საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს. ირაკლი კობახიძეს დღეს ასევე კითხვები დაუსვეს ბაჩო ახალაიას განცხადებასთან დაკავშირებითაც, თუმცა ამ საკითხზე პასუხის ნაცვლად კობახიძემ ისაუბრა ისევ 9 წლიან რეჟიმზე და გდანის ციხეში არსებულ ვითარებაზე. სწორედ აქ ჩვენ მკითხეთ უკვე ყოფილი ციხის ყოფილი ხელმძღვანელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით თუ რა იცის მთავრობის მეთაურმა და რა გაარკვია ამ საქმესთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს უკვე გამოძიების კომპეტენცია. ეს არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია, ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. მოტივი გასაგებია, ხო? ლოგიკურად ეს არის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, შესაძლოა ეს იყოს პატიმრისთვის რაღაცა მდგომარეობის შეცვლა გარკვეული მიმართულებით. მე ვერ გეტყვით, ეს უნდა დაადგინოს, რა თქმა უნდა, გამოძიება. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან უფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს საშალახსოვრების სისტემაში. თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო პენიტენციურ დაწესებულებებში 2012 წლამდე. ჩვენი ოპონენტი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც გამოდიან ციხიდან, აღიარებენ თუ რა როგორ არის რადიკალურად შეცვლილი ვითარება საშალახსოვრების სისტემაში და როგორ არის თავიდან ბოლომდე დალაგებული და აწყობილი სისტემა. ამიტომ ამ მიღწევას ბოლომდე უფრთხილდებით და შესაბამისად ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი. გარდაცვალების საქმეზე მინდა კითხოთ, თუ დეტალები რა ვითარებაში გარდაიცვალა და საინტერესოა ისიც, რომ თავად იუსტიციის მინისტრი არ დასტურებს, რომ ის
გამოვლენებამდე ყავდათ გამოკითხვაზე დაბარებული. მე ვერ გეტყვით, ეს არის გამოძიების საქმე, თვითონ ამ კონკრეტული ფაქტის გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე. აჩხება დაბარებას თქვენ იცით, რომ კონკრეტული საქმე იყო აღძრული და შესაძლებელია ასეთი რამ მოხდა, თუმცა ეს არის უწყებების პრეროგატივა, მათ უნდა გაქცენ ასეთ კითხვებზე პასუხი. ირაკლი კობახიძე, როგორც მოისმინეთ, ბევრს საუბრობს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა არ საუბრობს იმ წილ პასუხისმგებლობაზე და არსემს იმ ბევრ კითხვას პასუხს, რომელიც ამ დღის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს. ერთადერთი, რასაც ირაკლი კობახიძე ახლა ამბობს, არის ის, რომ იდენტიფიცირებას მოახდენენ ყველა პირისას, ამბობს, რომ ყველა პირი იყო პასუხისმგებელი, რაც მოხდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან და მათ შორის მან დაანონსა დაკავებების სერიები.